და გეტყვით ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდით. ბევრს არ მოწონდა ეს გადაწყვეტილება, ბევრს უკვირდა კიდევაც რომ რაში გჭირდებოდა და მე თვითონაც არ მქონდა ეს ბოლო პერიოდამდე გადაწყვეტილი. ძალიან ვიწრო წრეში მივიღეთ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება. ეს იყო ერთგვარი ტესტი, ერთგვარი პილოტი ჩვენი ძალების გამოცდა. თქვენ იცით რომ ჩვენ პრაქტიკულად 5 წელია ჩვენი პარტია იყო ოფიციალურად იზოლაციაში და ემბარგოში ორივე დიდი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, ქართული ოცნების და მისი მედია საშუალებების მხრიდან და პარალელურად იგივე პოლიტიკას ატარებდა ჩვენს მიმართ ოპოზიციური მედია ჯგუფები. ნუ ეხლა უკვე ყველამ კარგად იცის ისედაც ვიხელმძღვანელობდნენ, რა მოტივები ჰქონდათ და არ არის ადვილი არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომ 5 წელი რომ პარტია არ იარსებებს, ასე ვთქვათ, მედია სივრცეში საერთოდ და არც ერთი წუთი და არც ერთი წამი არ დაეთმობა, რომ იმ პარტიამ, ასე ვთქვათ, შეინარჩუნოს არსებობის უნარი. და პრინციპში ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი მონაწილეობაც განპირობებული იყო მხოლოდ, ასე ვთქვათ, აი ამ ტესტით, ძალების გამოცდით, თორე რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ვითარებაში რომ რაღაც გარდამტეხ შედეგს ვერ ვაჩვენებდით, ეს მოლოდინი გქონდა. ჩვენ როცა დავიწყეთ ეს კამპანია, სულ რამდენიმე კაცი ვიყავით შტაბში, აი ვამბობდით, რომ 2% იმ რესურსებით, ხუმრობდით კიდევაც 4 კაციანი შტაბი გვაქვსო და აი 2% თუ იქნებოდა მისაღწევი, ჩავთვლით, რომ იქნებოდა კმაყოფილი. 2% ცოტა დააკლდა. ჩვენ ავიღეთ 1.5% თბილისის მერის არჩევნებში და სხვაგან არ იყო იმის რესურსი, ჩვენ სხვაგან პრაქტიკულად რუსთავის გარდა არც მიგვიღია არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა 1.5% რა თქმა უნდა შეუძლებელი არის ვიღაცამ თქვას, რომ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი და არის მაღალი შედეგი. უბრალოდ რა ტესტიც გვინდოდა ჩვენ აგერ არის ჩვენი პარტიის საფინანსო სამსახურის უფროსი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ვაწუხებთ ხოლმე, სხვადასხვა ფინანსები არა და მან იცის 10,000 ლარით ჩვენ ავიღეთ 1.5% და მე მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი შედეგი იყო მე-5 ადგილზე გავედით. მე არ შევედრები ხა პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას ქართულ ოცნებას, რომელიც არა მარტო საკუთარი საარჩევნო ფონდი, არამედ მთელი სახელმწიფო ბიუჯეტი და ყველა სამინისტრო და პოლიცია იგივე მისი საარჩევნო შტაბის ნაწილია, მაგრამ ოპოზიციური პარტიებიდან ვინც ჩვენ გაგვისწრეს, მაგალითად ლელომ და გილჩმა, თითოეულმა მათგანმა მოახდინა რამდენიმე მილიონი დოლარის დეკლარირება. ერთმა აიღო ჩვენზე 3-ჯერ მეტი შედეგი, მეორემ აიღო ჩვენზე 5-ჯერ მეტი შედეგი, მაგრამ დახარჯეს ჩვენზე ერთმა 400-ჯერ და მეორემ 700-ჯერ მეტი ფინანსური რესურსები. ამაში გულისხმობ მათ შორის მედია, ასე ვთქვათ, რეკლამებში და მედია გაშუქებაში დახარჯულ თანხებს. ანუ ჩვენთვის ეს ამარჩევნების ძირითადი, ასე ვთქვათ, შედეგი და ტესტი იყო ის, რომ ის რაც ჩვენ შევძელით, რის გამო არ ვიცი, ჩვენი გამოცდილების გამო, ჩვენი გუნდის წევრების ერთგულების გამო თუ რის გამო 10,000 ლარით აგვიღო 1.5%, სხვებს ეს დავუშვათ მილიონობით დოლარი და ეს არის ჩვენთვის გამოწვევა, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ოდნავ უფრო უკეთესი ორგანიზების, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მოზიდვის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეული შედეგი ვაჩვენოთ. და ეს ჩვენ არ დაგვიждდება და ეს არ იქნება დაკავშირებული იმ ასტრონომიულ ციფრებთან, რაც ეს ხდება სხვა პარტიების შემთხვევაში და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ჩვენ გვექნება პარტიის ყრილობა, გვინდა გუნდის განახლება, გვინდა ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწა, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ არის იმის შანსი, რომ ჩვენ კარგად ორგანიზების პირობებში ეს შედეგი არსებითად გავაუმჯობესოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გეგმავთ და არც დავგეგმავთ იმას, რომ ცალკე პარტია თავისუფლმა საქართველოს ეხა პირველი ადგილი აიღოს, მაგრამ ის, რომ ჩვენ კარგი ორგანიზების პირობებში და ელემენტარული დაფინანსების პირობებში გადავლახოთ ნებისმიერი საარჩევნო ბარიერის, აი ამ შედეგმა, რომელიც ამ არჩევნებზე ჩვენ ვაჩვენეთ, დაგვანახა, რომ ეს არის აბსოლუტურად რეალური. რაც გვინდა ვთქვათ, ეს შეკითხვა იქნება აუცილებლად აგრეთვე ძირითადი რა გვინდა ჩვენ შევთავაზოთ ამ არჩევნებს და რა შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ და ამ არჩევნებზეც მეტნაკლებად ვცდილობდით ამის, ასე ვთქვათ, თქმას და იცით, რომ აი არჩევნების შემდგომ უკვე სხვა შორის ჩვენმა შედეგმა გამოიღო ისიც, რომ ეს მედია ბლოკადა აი ამ 5 წლის შემდგომ ალბათ ატყობს თქვენც უკვე რომ სხვადასხვა ცენტრალურ არხებზე ვიწვევენ და ჩვენი ხმა ასე თუ ისე ისმის, ეს არის მათ შორის ამ ადგილობრივი არჩევნების შედეგების დამსახურება და იქაც ვამბობთ და ჩვენი თავარი რამოდენიმე პოსტულატი რაც უნდა შევცვალოთ ქართულ პოლიტიკაში არის რა. პირველი, ჩვენი მიდგომა. ოპოზიციის წარმომადგენლობას განაპირობებს მთელი აი ამ 2012 წლიდან მოყოლებული ის გარემოება, რომ ის, რასაც თავაზობს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური მედია საზოგადოებას,
ხალხისთვის ეს არის კიდევ უფრო უარესი ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. ვიღაცისთვის 2012-ში იყო ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი, 2016-17-18 წლებში ასეთი პოზიცია იყო, რომ თლად ანგელოზი არ არის, მაგრამ ეხლა აი ჯანდაბას იყოს რაც არის. დღეს საზოგადოების უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ერთი კორუმპირებული დიქტატორი, თუმცა არ შეცვლილა დამოკიდებულება წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ეს ტელეფონები რომ გამოვიდოთ, ზარი მიეჩვიეთ, ხვალ შეიძლება მთავრობის კაბინეტში მოგიწიოთ დაჟდომაზე. ხო და ანუ თავარი პრობლემა ამ ოპოზიციის და ოპოზიციის წარმომადგენლობის ჩვენ რასაც ვფიქრობთ და რაც გვინდა ღია ვთქვათ არის ის, რომ ვიდრე ივანიშვილის ალტერნატივა იქნება სააკაშვილი, ხაზარაძე, ანუ არ ჩამოვთვლი ახლა ყველა საკითხაოდ გვარამია და ასე შემდეგ, მანამდე ამ ხელისუფლებას აქვს სათქმელი. და მე ვფიქრობ, რომ ამითი მოიგო მან ადგილობრივი არჩევნებიც და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიც, რომ კი ჩვენ ვართ შეიძლება კორუმპირებულები და ეხლა თლად ანგელოზები არა ვართ, მაგრამ ისინი არიან ფაშისტები. და ამ ძირითად საკითხში სანამ ხელისუფლება იქნება მართალი, მანამდე იქნება მართლაც აი ეს რაღაცა ძალიან მცირერიცხოვანი პროტესტი დედაქალაქშიც და მცირერიცხოვანი აქტიურობა არჩევნებზე. ამიტომაც ჩვენ თუ მოვახერხეთ, რომ ამ გასული 5 წლის მანძილზე ეს ძალიან მძიმედ დაგვიждდა, მაგრამ არ შევსულიყავით, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაში ამ არამარტო კორუმპირებულ ხელისუფლებასთან, არამედ ლიბერალურ ოპოზიციასთანაც, სამომავლოდაც ეს იქნება ჩვენი გენერალური ხაზი და მე მინდა გითხრათ თქვენ რასაც გეგმავთ ჩვენ, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას კოალიცია ყველა იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ქოცურ და არც ნაცურ ბანაკს. ამ ბანაკშიც არ არიან, მინდა გითხრათ, რომ ეხლა ფრთიანი ანგელოზები და რო ჩამოვთვალოთ ჩვენ ზოგს ერთი არ მოეწონება, ზოგს მეორე და შეიძლება არც არის მოსაწონი, მაგრამ არჩევანი აი ეს არის, რაც არის, რომ ჩვენ ჩვენი ყრილობიდანაც უნდა მივმართოთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვინც არ არის არც ივანიშვილის და არც სააკაშვილის ორბიტაზე დროებით ერთჯერადად ყველა პოლიტიკურ ძალას ჩვენ მოუწოდებთ, რომ შეიქმნას გაერთიანდეს ერთიან კოალიციაში, გავიდეთ არჩევნებზე, სავარაუდოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ერთობლივად და შემდგომში უკვე, როდესაც მოვაცილებთ ამ ქვეყანას ერთ და მეორე ჭირს, მერე შეიძლება რა თქმა უნდა ჩვენ შორის განსხვავებები, ვინ მემარცხენეა, ვინ მემარჯვენეა, ვის რა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, გახდეს უფრო მნიშვნელოვანი. მანამდე სრულიად აშკარაა, რომ ცალკე აღებული არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს იმისი უნარი, რომ აი დღეს არსებული კორუფციული ჭაობი ქვეყანაში შეცვალოს. კიდე ერთი ორ საკითხზე მინდა ჩვენი პოზიცია გითხრათ. ჩვენ ხშირად საყვედურობენ, რომ აი რატო არ ვაქტიურობთ იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც ძირითადად ოპოზიციური მედია არის, რა საკითხებითაც არის დაკავებული. მე ვფიქრობ, ამ ძირითადად საგარეო პოლიტიკური საკითხებით რო არის ჩვენი მედია დაკავებული და იგნორირებას უკეთებს ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, იმიტომაც არის, რომ აქციებზე დადის 150 კაცამდე შემცირდა მომსვლელთა რაოდენობა. დღეს ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა, ჩვენი გადასახედიდან ეს არის კორუფცია ფართო გაგებით. ანუ კორუფცია არა მარტო იმ გაგებით, რომ თანამდებობის პირები იღებენ მილიონობით დოლარს, როგორც ახლა ამისი აღიარება თვითონ მოუწია ამ ხელისუფლებას. არამედ კორუფცია ორგანიზებული დანაშაული და ბიზნესის შერწყმული ერთად, როდესაც ხელისუფლება მონოპოლიური ბიზნესის და ხელისუფლების ხელში ყოველდღიურად ჩვენ ჯიბეებში ყოფს ხელს და ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ივანიშვილის ხელისუფლება კაჩავს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებიდან და გადააქვს თავის ჯიბეებში. ამის არის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი. გუშინ წინ არ ვიცი ვინც უყურეთ, მარნეულში იყო ერთ-ერთი გამოსახლება და თქვენ იცით რომ ყოველწლიურად ათასობით ოჯახს ასახლებს ივანიშვილის რეჟიმი, საცხოვრებელი ფართებიდან ბანკის მოვალეებზე მაქვს საუბარი. ბანკები და მათთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მევახშეები აღჭობენ საქართველოს მოსახლეობას ვალებში. 400,000 კაცი არის შეყვანილი მოვალეთა რეესტრში, ეს არის ოჯახის წევრებთან ერთად პრაქტიკულად ჩვენი დასწრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი. და ყველა კარგად ხვდებით, რომ ივანიშვილი ის კაცი არ არის, ხედავთ, რომ ღარიბაშვილს ხრთამი დაუთვალა და ხრთამიდანაც გადაახტევინა საწევრო. ეხლა ყველა კარგად ხვდებით, რომ ეს ბანკების მაღალი პროცენტებით ვერც მარტო TBC იხეირებს და ვერც საქართველოს ბანკი და ვერც გილაური და ვერც რუხაძე წილში რო არ ეძდეს ხელისუფლება. რეალურად ადამიანებს დღეს გასცემენ 59%-იან კრედიტებს და ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ეხა პროპორციები ამაში არ ვარ ჩახედული, მაგრამ მიახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ 59%-იანი კრედიტიდან, რომელსაც გასცემს TBC საქართველო და რუხაძის ლიბერტი, 9% რჩება ამ ბანკებს და 40% მიაქვს ჯიბეში თვითონ ხელისუფლებას, მიაქვს პირადად ივანიშვილის კლანს.
იგივე არის ფასების პოლიტიკა. იცით, ეხლა გამოაცხადეს, რომ ესე იგი სიგარეტზე აზვირებენ 2.5 ლარით. იცით, რომ ჩვენთან საქართველოში 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო მეტი ღირს ხოცი, ვიდრე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს ხო ნორმალური არ არის. მე ვლაპარაკობ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, თორე ეხლა გასაგები არის, რომ ყველა პროდუქტებს ვერ ჩამოვუდგა. ეს არ არის მარტო სოციალური საკითხი, ეს არის ხელისუფლების მიერ ხალხის ძარცვა. ჩვენი ქვეყანა არ არის სინამდვილეში ღარიბი, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ბევრად უფრო მდიდარი, რო არ ყავდეს აი ესეთი ხელისუფლება, რომელიც ეხლა ვიღაცა შემეკამათება და იტყვის, რომ ყველა ხელისუფლება კორუმპირებული არის და მართალიც იქნება. შეიძლება ჩვენ გამსახურდიან შემდეგ რაც ყავდა ხელისუფლება, ყველა იყო კორუფციაში ჩაფლული. თუმცა აი ხანდახან შეიძლება მოგინდეს ადამიანმა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას ბოდიში მოუხადო. ეხლა ხვდებით, რომ ამას სარკაზმით ვამბობ, მაგრამ მაშინ კორუფცია იზომებოდა 5.000, 10.000, 20.000 და 100.000 ლარი. დღეს ერთ მინისტრს მარტო ოფიციალურად რაც ამოუღეს გამომძიებელებმა, რასაც ედავებიან, ეს არის 600 მილიონი დოლარი, რასაც თხოვენ რომეო მიქაუტაძეს, რომ დააბრუნოს ფული ბიუჯეტში თუ შავ სალაროში. 400 მილიონს თხოვენ რიჟვაძეს. ნუ ღარიბაშვილს და სხვა ჩინოვნიკებს იცით, რომ მილიარდებით იზომება და გარდა ამისა წინასწარ სახელდება გვარები, ვის უნდა მოსთხოვო 800 მილიონი ჯერ კიდევ ქართულ ოცნებაში არის. მსგავსი კორუფცია არ დასიზმრებია ხალხო, არა მარტო წინამთავრობას და წინის წინამთავრობას. მსგავსი მასშტაბი კორუფცია მე მინდა გითხრათ, ეხლა რა თანხებზე საქართველოსზე არის საუბარი 600 მილიონი და 200 მილიონი, ევროპის ყველაზე დიდ და მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი არის, ეხლა გერმანიაშიც ყოფილა და იტალიელი ევროპარლამენტარი დააკავეს ეხლა რამოდენიმე წლის წინ, რომელსაც ბრალი ედებოდა, რომ ყატარის მთავრობასთან იყო გარიგებაში და რაღაცა 2 თუ 3 მილიონ ევროზე იყო ლაპარაკი და ეს ითვლებოდა, რომ ეს იყო რაღაცა მთელი ევროპა შეზრანა. რომ 2 მილიონი ევრო აიღო ჩინოვნიკმა ყატარის მთავრობისგან. ყატარი იცით არის სოფლიოში უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა. და ამ ღარიბ ღატაკ 3 მილიონიან ქვეყანაში ივანიშვილის ჩინოვნიკები ახერხებენ იმას, რომ 200 მილიონი, 600 მილიონი და 800 მილიონი ამოუღონ ხალხს ჯიბიდან. ეს არის ჩვენი აზრით თავარი პრობლემა და არა ის რა ხდება უკრაინაში, მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში, რაც არის გამოგონილი პრობლემები და ყველამ ძალიან კარგად იცის და როგორც სახელმწიფო ისე ოპოზიციური მედია სინამდვილეში თვალს არიდებს აი ამ თავარ პრობლემას, რომელზეც მარტო ჩვენი პარტია თავისუფალი საქართველო აკეთებს აქცენტს და იგივე მარნეულში იყო თუ მარნეულამდე რამდენი გამოსახლება იყო, თქვენ ხედავთ რომ მხოლოდ თავისუფალი საქართველო დადის, მხოლოდ ჩვენ დავდივართ, მხოლოდ ჩვენ ვაქტიურობთ იაპ მედიკამენტებზე. მედიკამენტები ეს არის პირდაპირ ძარცვა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი პირდაპირ გიყოფ თქვენ ჯიბეში ხელს ყოველდღიურად და მე ესე იგი თავის ბერას ჩუქნის და იმას რა ქვია გვანცას და რა ვიცი რამდენი იყოს კიდე ძმისშვილები და ბიძაშვილები. თურქეთში აი ხა გია ახსოვს ეს რომ ერთად ვიყავით ჩვენ, მედიკამენტები რაც იყიდება, საქართველოში იყიდება მინიმუმ 2-ჯერ უფრო ძვირად, ზოგიერთი 3-ჯერ და არის ხშირად 4-ჯერ უფრო ძვირად და გია მითხრა ერთ-ერთი თვალისწვეთები, რომელსაც მე თვითონ მოვიხმარ, 7-ჯერ უფრო ძვირად იყიდება ჩვენს სააფთიაქო ქსელებში. ეს არის პირდაპირ ძარცვა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ აი ჩვეულებრივი ნარკობარიგები რო არიან და ნარკოტიკები ტრანზიტით რო არიან დაკავებული, მათ შეშურდებათ ეს, რომ 7-ჯერ უფრო ძვირად გაყიდონ თავიანთი შესყიდული რაღაცა უკან და ამას აკეთებს სახელისუფლებო მაფია და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ საქართველოში არის 4 დიდი სააფთიაქო მონოპოლია, საიდანაც 2 პირადად ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, GBC და ფარმადეპო. ამიტომაც თქვენ ყოველთვის, როდესაც შედიხართ აფთიაქში და ყიდულობთ ნებისმიერ მედიკამენტს, ან ყოველთვის, როდესაც მაღაზიების სავაჭრო ქსელში შედიხართ და რაიმე პროდუქტს ყიდულობთ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ლარს თუ იხდით პროდუქტში, 2 ლარს უხდით პირადად ბიძინა ივანიშვილის ოჯახს. ლარს თუ იხდით მედიკამენტში, 3 ლარს უხდით დანამაც ივანიშვილის ოჯახს და მასთან დაახლოებით კიდე რამოდენიმე ოჯახს. და სხვა შორის ამ კორუფციაზეც ვიტყვი ერთ სიტყვას და უკვე დავასრულებ რის სიტყვაც მინდა ბოლოსკენ. ეხა ამბობენ მაგალითად ესეთი კონცეფციაც მინახავს მე და შემხედრიან, რომ ნუ აი ხა რა მოხდა, გამოდგა ღარიბაშვილი თურმე მარტო კორუმპირებული ან რიჟვაძე ან მიქაუტაძე, ნუ გამოდგა ივანიშვილი რა შუაში არის. ნუ არიან ეხა რა თქმა უნდა ძალიან უტიფრობა არის ეს ამისი გაცხადება, როდესაც შენი ხელისუფლების ყველა პრეზიდენტი და ყველა პრემიერ-მინისტრი ამბობ რომ მოღალატე გამოდგა, მაგრამ ამის მიუხედავად თეორიულად ამისი დაშვება შეიძლებოდა და თქვენ გახსოვთ რომ დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენ მქონდა ბრიფინგი და ვიმართეთ ხელისუფლებას აი კონსტრუქციული წინადადებით. ჩვენ არ გავდივართ ეხლა ქუჩაში და მოლოტოვის კოქტეილებს არ ვისვრით, ჩვენ თავაზობთ ხელისუფლებას ყოველთვის კონსტიტუციის ჩარჩოებში საკითხის გადაწყვეტას და შევთავაზეთ რომ მოდი ანტიკორუფციული ბიურო თუ არსებობს,
მისი არსი რა არის ანტიკორუფციული ბიუროს არსი არის, რომ გამოიძიოს საკუთრივ მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაულებები. თორე სხვა დანაშაულებებისთვის მთავრობას აქვს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უშიშროების სამსახური და მოდი ანტიკორუფციული სამსახურის უფროსად მე შევთავაზე, რომ დავნიშნოთ ოპოზიციის წარმომადგენელი. და თქვი მე, რომ თუ ეს კანონპროექტი დამტკიცებული იქნებოდა ხელისუფლების მიერ, შევთავაზებდი პირადად ჩემს კანდიდატურასაც. რა მოხდა ამ ჩვენი განცხადების შემდგომ რამოდენიმე დღეში საერთოდ გაუქმდა ანტიკორუფციული სამსახური. და რატო? ეს არის ძალიან ნათელი დადასტურება, რომ ყარიბაშვილმა სინამდვილეში იმ თანხას, რასაც ედავებიან, იმიტომ კი არ ედავებიან, რომ ივანიშვილმა არ იცოდა და იპარავდა. მას ედავებიან იმას, რომ ის ფული, რამდენიც უნდა გადაეხადა ივანიშვილის ოჯახისთვის წილი, ის წილი არ გადაიხადა, თორე რა არის იმაზე უფრო ლოგიკური და ყველა ქვეყანაში ასე ხდება ეს სოფლიოში, სადაც არსებობს ანტიკორუფციული სამსახური, რომ ის არის მთავრობისგან დამოუკიდებელი. როგორ შეიძლება ხალხო კორუფცია თავისთავად ნიშნავს მთავრობის დანაშაულს, კორუფციას ოპოზიცია ვერ ჩაიგდეს, ხო? რომ კორუფცია გამოიძიოს ადამიანმა, რომელსაც ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროს ნიშნავდა პრემიერ-მინისტრი. ეს ხო იყო სრული აბსურდი. და ბუნებრივია, რომ ხელისუფლებამ ჩვენ წინადადებაზე განაცხადა უარი, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ზუსტად ციფრებს ვერ დავასახელებთ, ვიდრე ოფიციალური ბერიკეტები არ გვექნება, თუმცა მიახლოებით შემიძლია ვთქვა, რომ რამოდენიმე მილიონი ლარით, მილიონ დოლარზე მეტით შეიძლება შეფასდეს ის თანხა, რასაც ყოველწლიურად მარტო ბიუჯეტიდან იპარავს ივანიშვილის კლანი. თუ ამას ვიმამატებთ იმ თანხებსაც, რომელსაც იპარავენ მონოპოლიების, ბანკების, საავადმყოფო ქსელების და სააფთიაქო მონოპოლიების საშუალებით, მაშინ ეს იქნება ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონი დოლარი და ჩვენი პარტიისთვის, თავისუფალი საქართველოსთვის ეს არის ჩვენი ძირითადი ცენტრალური ხაზი, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, ანუ ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ძარცვა და ბოლოს მინდა ერთი საკითხიც მოგახსენოთ და მე გადავიდეთ დისკუსიაზე და მე სუბოლოსკენ საორგანიზაციო საკითხებზე. ეს არის არაბული ქალაქები, ივანიშვილის ორი არაბული ქალაქი, რომელიც შენდება და ამასთან დაკავშირებითაც არის ბევრი დისკუსია, რომ აი ხელისუფლების მომხრეები ამბობენ, რომ ინვესტიცია რატო არის ცუდი, იქ ვიღაცა ამბობს, რომ ეს ტყუილია და სინამდვილეში ოპოზიციის მიერ გაბუქებული თემა არის და არაფერი ამაში საშიში და ცუდი არ არის და ასე შემდეგ. ნუ პირველ რიგში მას შემდეგ რაც ხელისუფლებას დაემართა ეხლა როცა საკუთარი მინისტრები თვითონ დაიჭირა და აღიარა მოუწია იმის აღიარება რომ თურმე ოპოზიციური მედია და ოპოზიციური პარტიები წლების მანძილზე რასაც საუბრობდნენ კორუფციაზე თურმე ტყუილი არ ყოფილა ეხლა აღარ უნდა გქონდეს იმისი მორალური უფლება რომ ილაპარაკოს რომ ვიღაცა რამეს აბუქებს მაგრამ ყველაზე მარტივი გზა თუ ვიღაცა რაღაცას აბუქებს და თუ ერთი მხარე ტყუის ან მეორე მხარე ტყუის რომ ჩვენ გავიგოთ ვინ არის მართალი რა არის ამის ყველაზე მარტივი გზა გამჭვირვალობა რომ ნახოთ რა წერია დოკუმენტებში და როცა ხელისუფლება ამ პირობებში თქვენით რომ გრიპი საიდუმლო ადევს აი ამ ხელშეკრულებას Eagle Hills-თან დადებულ ხელშეკრულებას არაბულ ჯგუფთან ну აი ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ამბობს რომ მას სიტყვაზე უნდა ედო იმიტომ რომ დოკუმენტები არის გასაიდუმლოებული და სხვა შორის მე უსმენდი ამასთანავე რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა ქადაგიშვილი ამ ხელისუფლების ერთ-ერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და პირდაპირ განაცხადა ესეთი ტერმინი წამოწდა თუ სპეციალურად განაცხადა რომ ჩვენ ამ ბიზნესში ჩავდეთ როგორც ინვესტიცია საქართველოს ტერიტორიაზე. და ეს არის აბსოლუტურად სიმართლე. საქართველოს ტერიტორია მათ შეიტანეს როგორც ინვესტიცია. სინამდვილეში ჩვენი შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებითაც გამოქვეყნდა. ჩვენ არა ვართ ინვესტიციის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა საქართველოს ჭირდება ინვესტიციები იმისთვის რომ ამუშავდეს ეკონომიკის სხვადასხვა დარგი, თუმცა რა თქმა უნდა, როცა ეკონომიკის ამუშავებაზე ვლაპარაკობთ, აქ პირველ რიგში მრეწველობაზე არის საუბარი და რაღაც პროდუქტის წარმოებაზე და ის რასაც ჩვენ გვთავაზობს ეს არაბული ჯგუფი, ეს არის მრეწველობასთან და არ ზოგადად წარმოებასთან კავშირში არ არის. მაგრამ თავარი რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და რასაც ყველა ქვეყანა არეგულირებს და რასაც ჩვენ ვითხოვთ რომ ხელისუფლებამ გაასაჯაროოს და რასაც განსაკუთრებით მალავენ არის რა ვინ იქნება დასაქმებული ამ პროექტში. იმიტომ რომ ყოველთვის ნებისმიერი ქვეყანა სადაც შედის დიდი ინვესტიცია პირდაპირ ხელშეკრულებაში უდევს წინაპირობას რომ აი შენ რომ შემოდიხარ მაგალითად ჩინელები შედიან ეხლა სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ინვესტიციებით მე გიდებ პირობას რომ ამ პროექტში დასაქმდება 50,000 კაცი საიდანაც შენი იქნება ამდენი პროცენტი და უმრავლესობა 80 ან 90% იქნება ჩვენი. ძირითადი პრეტენზია ჩვენი რაც გვაქვს ეხლა მე სხვების მაგურად ვერ ვლაპარაკებ ამ არაბულ ქალაქებთან არის ის რომ ხელისუფლება ასაიდუმლოებს არა მარტო ხელშეკრულების ამ ნაწილს რომელიც სამუშაო ძალას შეეხება არამედ ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე მიმართეთ და ადრეც გვაქვს მანამდე პერიოდულად მიმართული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვით რამდენი ბინადრობის მოწმობა და სამუშაო ვიზა არის დღეის მდგომარეობით გაცემული საქართველოში. ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. ბოლოს, როდესაც ეთყობა მაშინ ჯერ კიდევ გრიფის საიდუმლო არ ედოდა იუსტიციის სახში უბრალოდ იქ რიგითმა თანამშრომლმა
არ დაგვიმალდა ეს ინფორმაცია ჩვენ 2017 წლის მდგომარეობით იყო 70,000 მიგრანტი საქართველოში. გავიდა მას შემდეგ 8 წელიწადში და ძალიან მიახლოებით შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს არის 100,000-ზე მეტი. თუმცა შეიძლება ეს ციფრი კიდევ უფრო მეტი იყოს, იმიტომ რომ ვიზუალურადაც იგრძნობა ეს თქვენ გრძნობთ თქვენ სადარბაზოებში, რა ვიცი, გლოვოზე არის თუ იანდექსზე რო უძახით, უკვე ადრე თუ ეს იყო რაღაცა უკიდურესი იშვიათობა, ეხლა ხედავთ რომ ძირითადად უცხოელი მძღოლები და კურიერები პასუხობენ. ამიტომაც ჩვენი პრეტენზია ამ არაბულ ქალაქებთან მიმართებაში არის ის, რომ ხელისუფლება შემოყავს უცხოური სამუშაო ძალა და ხელისუფლება უარს ამბობს დააწესოს ის შეზღუდვები, რასაც ჩვენ ვაქვს. რა თქმა უნდა, უცხოელებს საქართველოში შემოვლენ, ჩვენ ტურისტებს მივესალმებით, ტურიზმი არ არის ქვეყნისთვის საფრთხე, იმიტომ რომ ტურისტის შემოვა გავა ორ კვირაში თავის ქვეყანაში დაბრუნდება. შეიძლება იყოს სტუდენტიც და ინვესტორიც, მაგრამ სამუშაო ძალა უცხოური ეს არის ტრაგედია და ვინც ნამყოფი ხართ და ბევრი თქვენთაგანი იქნება ნამყოფი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, იცით რომ ეს ტრაგედია რაში გამოიხატება, რომ დიდ ქალაქებში და 8 მილიონიან პარიზშიც კი არის უზარმაზარი არაბული კვარტლები და უცხოელებით მიგრანტებით დასახლებული კვარტლები, რომლებიც პრაქტიკულად შეცვალეს დემოგრაფიული სურათი. ეხლა თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თუ გერმანიის და საფრანგეთის და ბრიტანეთის დემოგრაფიული სურათი შეცვალეს და ლონდონის მერი პაკისტანელია და ნიუ-იორკის მერად ინდუსი აირჩიეს სულ ცოტა ხნის წინ, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 3 მილიონიანი საქართველოში ეს რამდენად უფრო სწრაფად და რამდენად უფრო დრამატულად მოხდება ეს პროცესი, რომ წარმოგვიდგენთ არ მინდა რომ აგერ ის კაცი რომელიც დღეს ველაპარაკება როგორც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, არაბი შეიხი, 10 წლის შემდეგ შეიძლება გახდეს თბილისის მერი. ეს საფრთხე არის აბსოლუტურად რეალური. თქვენ იცით რომ 7 დეკემბერს დაანონსებული აქვს ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას არაერთგვაროვან პოლიტიკურ პარტიას სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს მასზე აქცია აი ამ არაბული ქალაქების შენებლობის წინააღმდეგ და მე მინდოდა მათ შორის პოლიცსაბჭოს რეჟიმში ეს საკითხიც დამესვა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში და არა იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაცის პოლიტიკურ პარტიას უერთდებით. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს ვინ აწყობს ამ პოლიტიკურ პარტიას და გეტყვით ჩემს არგუმენტს. მოსახლეობას არ ჯერა და რატომაც არ გადის პოლიტიკური პარტიების მხარდახარ სხვადასხვა აქციებზე პოლიტიკური პარტიების გულწრფელობა. შენ თუ ხარ არაბიზაციის და არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგი, რატო არ გადიხარ არაბულ აქციაზე? პასუხი რომ იცი რა ამას აწყობს ესა და ეს პარტია, ну, კაი, მაშინ გამოდის რომ ჩვენ მოვაწყოთ აქცია არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ და მე ლელო იტყვის რომ არა ეხლა კუკავას აქციაზე ჩვენ ვერ წავალთ, მე ლელო დანიშნავს ამ აქციას და იქ ვიღაცა ლეიბორისტები იყვნენ ეხლა ჩვენ ვერ მივიღებთ ლელოს აქციაში მონაწილეობას და საბოლოო ჯამში ყველა მოაწყობს 200 კაციან აქციას, რომელიც ხელისუფლებისთვის არ არის საშიში. თქვენ სახეზე ხედავთ აწერია პირდაპირ ეხლა კობახიძე როცა უკეთებს ამ არაბული ქალაქების პროექტს რეკლამას და ივანიშვილიც აი ფეხებზე კიდია პირდაპირ ეს თქვენი 200 კაციანი აქციები, მე ხო ვიცი რომ ეხლა თქვენ ცალ-ცალკე უნდა აქეთ იწოციალოთ. არ მეშინია, მე ამ საქმედან მაინც გავაკეთებ 6 მილიარდს, მიუმატებ კიდე ჩემს 8 მილიარდს და თქვენ გამართეთ თქვენი 200 კაციანი აქციები. გამოსავალი და არაორდინალური სვლა ჩემი აზრით იქნება სწორედ ის, როდესაც პოლიტიკური ძალები თუ მართლა არ გვინდა არაბული ქალაქების მშენებლობა. თუ ეხლა ვიღაცას შეიძლება მაგალითად მე მაგისი ეჭვიც მაქვს, ყველაზე არ მომბ, მაგრამ ზოგიერთისთვის ეს არაბული ქალაქების მშენებლობა შეიძლება პიარის თემაა. ყველა მიცის რომ ეს ეხლა უარყოფითად არის საზოგადოება განწყობილი, ამიტომაც მინდა რომ მოდი მარტო მე გავაკეთებ ამ აქციას და შენ არ გამეკარო რა, ჩემ პიარში არ ჩამეზიარო. ამას მოსახლეობაც გრძნობს, ადამიანები და საზოგადოება ამას გრძნობენ და თუ მართლა გვინდა არაბული ქალაქების მშენებლობის და ზოგადად ნებისმიერი თემის წინააღმდეგ გამოსვლა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ ის საკითხი, ვინ არის ორგანიზატორი და წინა პლანზე უნდა გავაყენოთ ის საკითხი, რა არის აქციის ლოზუნგი. სხვა შორის ჩვენ როდესაც გამოსახლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას წლებია ვამბობთ, თქვენ გახსოვთ, ჩემი რამდენი განცხადება გამიკეთებია, რომ პირიქით ყველას მოუწოდებ. მოდით, შემოგვიერთდით და არასდროს არ გვიტყვია, რომ ეხლა ეს გამოსახლებების თემა ჩვენია და არ ჩაერიოთ. პირიქით, დღესაც და სულ ყოველთვის მოუწოდებ ხოლმე, რომ მოდით და შემოგვიერთდით, იმიტომ რომ ხელისუფლებას ეშინია სწორედ იმისი, როდესაც აქცია კარგავს პარტიულ ხასიათს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა ეს იმდენად ეგზისტენციალური საფრთხე არის ჩვენთვის, რომ თქვენი მოსაზრებაც რა თქმა უნდა ჩემთვის საინტერესო არის და ამიტომ ჯერჯერობით საჯარო განცხადება მე არ გამკეთებია ამ საკითხზე, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ აქციაში არაბიზაციის წინააღმდეგ, არამედ სხვებსაც უნდა მოუწოდოთ ყველას. პოლიტიკური ძალა იქნება, კერძო პირი იქნება თუ ნებისმიერი რაღაცა საინიციატივო ჯგუფი იქნება, რომ თუ გვინდა რომ ივანიშვილის რეჟიმი შევაჭროთ, თქვენ გახსოვთ 2018 წელს ივანიშვილს უნდოდა მარიხუანას გაშენება. პირადად უნდოდა მარიხუანას პლანტაციების გაშენება და აკეთებდა ამის რეკლამირებას